მოგესალმებით, პატრიციული მაყურებლებო. დღეს ჩვენი მე-15 გადაცემა, დღევანდელი გადაცემა არის განათლების შესახებ. უფრო ზუსტად ჩვენ გავაკრიტიკებთ პრუსიულ სისტემას, განათლების პრუსიულ სისტემას და ვილაპარაკებთ სხვა მოდელებზეც, გამოსავალზე, თუ როგორ შეიძლება განათლების სისტემა გავხადოთ უკეთესი. სანამ ჩემ სტუმარს გაგაცნობდეთ, მანამდე მოკლედ გაგაცნობდეთ, არ არის თქვენთვის უცნობი სტუმარი, ცხადია იცნობთ მას, მაგრამ მანამდე, სანამ სტუმარს გადავცემ სიტყვას და დაამატებს იმას, რასაც მე ვიტყვი ახლა, მანამდე მინდა მოკლედ მოვყვე იმ სისტემების შესახებ, რაც ჩვენს გვაქვს დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებაში. თუ დავიწყებთ სულ ძველი პერიოდიდან, სიტყვა სკოლა თავდაპირველად ნიშნავდა გასართობ ადგილს. და ეს ადგილი იყო არა ყველასთვის, არამედ თავისუფალი ადამიანებისთვის, რომლებიც იქ მიდიოდნენ, იმისთვის, რომ კარგი დრო გაეტარებინათ, რაღაც ახალი გაეგოთ, ერთმანეთში ელაპარაკათ და, საერთო ჯამში შედეგად რაღაცა ესწავლათ. თუმცა მერე მოგვიანებით ნელ-ნელა სკოლა გადაიქცა უფრო სავალდებულო ელემენტად სწავლებისას, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში და განსაკუთრებით პირველად ეს მოხდა პრუსიაში მე-18 საუკუნის ბოლოს დაახლოებით, რომელიც ვერ ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში გავრცელდა უბრალოდ იმ მიზეზის გამო, რომ პრუსიული სკოლა უფრო კარგ მუშებს და უფრო კარგ ჯარისკაცებს ზრდიდა. ჩვენ აღარ არის მე მგონი საჭირო მეტად გაშლა, გასაგებია რომ როგორი სკოლაც გვაქვს ჩვენ თითქმის ყველას გამოვლილი, ეს სკოლები ყველანი პრინციპში პრუსიული მოდელის განვითარების შედეგია, რომელიც ჯერ მეფის რუსეთმა გადაიღო, მერე ბოლშევიკებმა მოირგეს თავის გემოზე და დღესაც ჩვენ იგივე მოდელში ვცხოვრობთ. თუმცა არსებობს სხვა სკოლები, სხვა მოდელები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგში მეტად, ზოგში ნაკლებად, ზოგში საერთოდ აკრძალულია სხვა მოდელით ბავშვების გაზრდა, მაგრამ რეალურად არსებობს და მოკლედ მინდოდა მე თქვა, რომ ახლა ზუსტად ვერ ჩავშლით რა თქმა უნდა ყველას, მაგრამ არსებობს ეგრეთ წოდებული homeschooling, ანუ სახლში სწავლების მეთოდი, რომელიც ასევე რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტად იყოფა, არსებობს ასევე სწავლების ჰიბრიდული მეთოდი, რომელიც გულისხმობს ონლაინ სწავლებას, სადღაც მისვლით, გასვლით, ასე შემდეგ რა შერჩებით იმ მეთოდებით სწავლებას. არსებობს პირდაპირ სკოლის მეთოდები, სადაც გარდა პრუსიულისა, სხვანაირადაც შეიძლება სწავლება და ერთ-ერთი ასეთი მოდელი, სკოლის მოდელი არის აქტონის სკოლა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 400-მდე არსებობს ახლა დღესდღეობით და ერთ-ერთი ჩვენთან არის ასეთი სკოლა თბილისში, რომლის დამფუძნებელიც არის ბატონი ვახტანგ მეგრელიშვილი, ის დღეს ჩვენი სტუმარია. მოგესალმებით ბატონო ვახტანგ. გამარჯობა და დიდი მადლობა ამ თემის გაშლისთვის. ალბათ ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა არის და ზათვარო თამშრომლად ძალიან მაინტერესებს რომ შენთან ეს თემა უფრო დეტალურად განვიხილო და მათ შორის სხვა სკოლის მოდელები, რომლებიც იდეაში ანტიინსპირაცია იყო, რომ შეიძლება ზუსტად ვერ განსაზღვრო, რომელი არის მაგალითად კონკრეტული ბავშვისთვის ყველაზე საუკეთესო ვერსია განათლების და აღზრდის. მაგრამ ზუსტად რო ვიცი, რომელი არის ყველაზე ცუდი დღევანდელ სიტუაციაში, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამება თანამედროვე ღირსეული ადამიანის აღზრდას. ეს ზუსტად ის მოდელია, რომელიცაც შენ დაიწყე საუბარი და რომელი მოდელიც თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავზე გვაქვს განცდილი სხვადასხვა დროს. პრაქტიკულად ყველას. ოღონდ მე გამიმართლა ერთ ამბავში, ადრეც მაქვს ნათქვამი, და ეს მინდა დრო ჩავურთო ხოლმე ეს ამბავიც. მე დაწყებითი პირველი 4 წელიწადი ვსწავლობდი ამონაშვილის დანერგილ ექსპერიმენტული მოდელით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ჯდებოდა ამ ასე ვთქვათ სტრუქტურაში, იმიტომ რომ ზარიდან ზარამდე იყო და რაღაც ესე, მაინც სრულიად განსხვავებული მეთოდი იყო და ძალიან ასე ვთქვათ კომფორტული. მაშინ ვერ ხვდებოდი ბავშვობისას, მაგრამ მე მივხვდი რამდენად კომფორტულ გარემოში ვიყავი თურმე ის პირველი 4 წელი და რამდენად
გამიმართლა ამ მიმართულებით. კი ბატონო, და ასეთი გამონაკლისები ალბათ ბევრი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ არსებობს. მაგრამ არის კი რა თქმა უნდა. ზოგი ამ გამონაკლისს ოჯახში აკეთებს, იმიტომ რომ რაღაცა ისეთ გარემოს უხსნის, რომ რაღაცნაირად აბალანსებს იმ ნეგატივს, რომელიც ამ სკოლებიდან ზოგადად გამოდის რა და ზოგი მაგალითად მასწავლებელია გამორჩეული ისეთი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გარემოში მუშაობს, მაინც ადამიანობა აქვს და ანუ ესმის რაღაც ღირებულებების მნიშვნელობა და შესაბამისად ის ადამიანი ხდება მე ფაქტობრივად ამ ბავშვების მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანად. ხო, ანუ ისე რომ რაღაც 100%-ით ანუ თუმცა როგორც გამონაკლისის წესს ადასტურებსო, ხო იცი აი ესეთი ამბავია, ეს არის გამონაკლისები იმ წესიდან, რომელთაც ჩვენ საუკუნეა ვზდით შვილებს, მათ შორის ჩვენს ამ სისტემაში აღვიძარდით. ხო, თან აქ შეიძლება დავამატოთ ის, რომ არასოდეს არ ხდება კი არა, შეუძლებელია მოხდეს ისე, რომ მხოლოდ ერთ სისტემაში გაზარდო ადამიანი ისე, რომ სხვა სისტემასთან შეხება არ ქონდეს. ეს ალბათ კონცლაგერს თუ მოაწყობთ თუ არა. ოჯახი აქვს, ოჯახში რაღაცები ხდება, იქ შობელი ზღაპარს უყვება, ესეც აღზრდის და განათლების ერთ-ერთი ფორმა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ცხადია, რომ ჩვენ ასე ვთქვათ არ ვართ თლიანად სტერილურ გარემოში აღზრდილები, მეტნაკლებად რაღაცები გვაქვს და შეიძლება ეს გვეხმარება, რომ ასე ვთქვათ რაღაცა საღად დავინახოთ ამ სისტემის ნაკლოვანებები, რაშიც დღევანდელი სომაქ სისტემაში რო ყოფილიყავით, წარმოიდგინე რომ ანუ ეს ხო არის მშობლისთვის ბავშვის გამორთმევა სახელმწიფოს მხრიდან, ანუ იდეაში შენაც თქვი პრუსიული მოდელი ეს რაღაც ძალიან ცნობილი ამბავია, როგორც რაღაცა ბისმარკის ცნობილი ისტორია, როგორ გააერთიანა გერმანული სახელმწიფოები, რაღაც შექმნა ცენტრალიზებული სისტემა, ამ ცენტრალიზებული სისტემის ფარგლებში მას სჭირდებოდა როგორც ვიცი, ინდუსტრიალიზაციის პერიოდი იყო და ქარხნებს სჭირდებოდათ მუშები, ისე მას სჭირდებოდა ჯარისკაცები, ლოიალური ჯარისკაცები, ლოიალური ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ყველა ერთ ჭკუაზე უნდა ყოფილიყო მეტნაკლებად. ანუ ეს რაღაცა გაგები მოძრაობაც კი სინქრონული უნდა ყოფილიყო. კი ბატონო და ის დისციპლინა თუ ის აი რაც გერმანულ ელში ასე თუ ისე იდოდა რაღაცა ფაქტობრივად გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ ნუ შეექმნათ საკმაოდ ძლიერი ერთ აზრზე მყოფი ადამიანების კოჰორტა, რომელსაც არ ექნებოდა კრიტიკული კითხვები, რომლებიც რაღაცნაირად დისკუსიაში არ იქნებოდნენ ძალაუფლების ფლობელთან და ჩემი აზრით ეს იდეა იყო ზუსტად ის ყველაზე მიმზიდველი, რაც მომავალში მე-19 უკვე მე-20 საუკუნეებში უკვე სახელმწიფოებს დააინტერესა. მაგიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირმა ზუსტად ეს მოდელი გადმოიღო იმისათვის, რომ ბევრად უფრო მარტივი იყო მაგალითად რეპრესიებთან შედარებით, სადაც ადამიანები უნდა დაგეხოცა, იმის გამო რომ იმათ განსხვავებული აზრი ქონდა, თავიდანვე მოგემზადებინა ისეთი თაობები, რომლებსაც ეს განსხვავებული აზრი ფიზიკურად არ გაუჩნდებოდათ თავში. და ეს მაგას ეხმიანება ზუსტად ლენინის ერთი ფრაზა მახსენდება, ესეთი რამე აქვს ნათქვამი, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ კითხვაო, წაიკითხონო ყველაფერიო და გამოთქვან თავისი აზრიო. მაგრამ ისეთი აზრი უნდა გამოთქვან, რომელიც იქნება ჩვენი აზრიო. ანუ დამოუკიდებლად ნაფიქრი კი არ უნდა ქონდეს, ჩვენი ინდოქტრინებული აზრი, მას უნდა ეგონოს თავისი აზრი. ზუსტად არ მაქვს ლენინის ისიც აქვს ნათქვამი, რომ სწავლა, რომ არასოდეს არ იყოს ფიქრის დრო და არასოდეს არ იყოს ამ ნასწავლზე. ჩემთვის მიუღებელი ლოზუნგია მარტო სწავლა. დისკუსიის დრო, ანუ ეგ არის იდეაში იმის შინაარსი, რომ მოდი დავაკავოთ ადამიანების თავები, ვითომ რაღაცა ისეთი პროცესით, რომელიც ანალიზის საშუალება და შეფასების შესაძლებლობა ამ ადამიანებს არ ექნებათ, იმიტომ რომ შეფასების სისტემისთვის უკვე რაღაც მორალური ღირებულებები და კრიტერიუმებია საჭირო და შესაბამისად შენ რაღაცას რო გასწავლია, შენ თვითონ ფილტრში გაატარებ, ბევრი რაღაცა შეიძლება აღმოჩნდეს კონფლიქტში იმ ღირებულებებთან, რომელიც გააქვს, ხო და შესაბამისად შენ არ უნდა გქონდეს იმის საშუალება, რომ შენი რაღაც შენს თავში ჩადებული ინფორმაცია აი ამ კრიტიკულად რო შეხედო გარედან რას მათ შორის შენს მეგობრებთან ილაპარაკო, ანუ დიალოგი არის მთავარი ამბავი. ადამიანები, როდესაც ჭეშმარიტებას ეძებენ, ანუ ზოგადად არ არსებობს ადამიანი, რომელმაც რამე იცის, ანუ აი ბოლომდე რო რამე იცის რა. სოკრატეს მაგალითი იქნებოდა, ქრისტეს მაგალითი იქნებოდა თუ რაღაცა, ყველა მაგალითი არის, როდესაც საზოგადოება ერთ ადამიანს უპირისპირდება, ანუ რაღაც აი ის საზოგადოება ყველაზე რაღაცნაირად ტოლერანტული, კეთილშობილი, რომელიც იტანს განსხვავებულ აზრს მისი წევრების, ხო?
და ანუ არ არის დესპოტური განსხვავებული აზრის მიმართ. მათ მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მასეთ საზოგადოებას აქვს სწორედ მეტი განვითარების შანსი, ვიდრე იქ სადაც განსხვავებულ აზრს არ აჭაჭანებენ. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგადად აი მაგალითად თითოეულ ამ რაღაც რელიგიურ წარმოდგენაში არის რომ ვიღაც ადამიანი არის ინდივიდია, რომელიც აი კატასტროფის თავიდან აცილებაში ეხმარება მთლიან საზოგადოებას რა. ის რაღაცა გამორჩეულია, განსხვავებულად ფიქრობს და განსხვავებულად რო ფიქრობს და გამორჩეულია, ზუსტად ეს აძლევს მას იმის შესაძლებლობას, რომ სხვა რაკურსით დაინახოს პრობლემა, რომელიც ამ საზოგადოებას აქვს. და თუ ამ ადამიანს არ აქვს საშუალება და არ აქვს სურვილი, რაც თავარია, არ არის კეთილგანწყობილი იმ საზოგადოების მიერ, რომელშიც ის აღიზარდა და თუ ის იძულებულია გამოცხადებული საზოგადოებული, ზუსტად ეს ინდივიდი ვერ ასრულებს ამ ფუნქციას. ანუ რა არის ჩვენი ანუ შეიძლება ცოტა სხვაგან წავიდე, მაგრამ აი კულტურული კოდი რა არის რა, ანუ ქრისტიანობის რაღაცა, რომ ვიღაც ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს უდანაშაულო, როგორც აი ქრისტიანობის შემთხვევაში, ბრბომ არ უნდა გასამართლოს, სასიკვდილოდ არ უნდა გაწიროს, ხო? და ზუსტად ამის შესახებ არის აი ჩვენი ცივილიზაცია ამ იდეაზე დგას. რომ ინდივიდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ საზოგადოება უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ინდივიდები იყვნენ დაცულები და მათ ჰქონდეთ დიალოგის საშუალება. ანუ ნაცვლად იმის, რომ ერთმანეთის მიმართ რაღაცა ვიძალადოთ ან ძალა ვიხმაროთ, ანუ თავარი არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვილაპარაკოთ და ამ ლაპარაკში აღმოვაჩინოთ ჭეშმარიტება. ხო და ამ ლაპარაკში ჭეშმარიტების აღმოჩენას აქვს ესეც სავარჯიშოა რა, რომელიც ბავშვობიდან იწყება. ანუ შენ არ შეიძლება რომ რაღაც მაგათ ციხეს ჩასვა ადამიანი და რაღაც ეს ჩვენიერ დღეს ის რაღაც გამოვიდეს თავისუფლებაზე და ისე დაიწყოს ცხოვრება, ვითომც არაფერი. ეს დამღა მას ყოველთვის ეტყობა რა. შენ თუ ასე ახსნი ბავშვს, რომ ის უნდა სულ გემორჩილებოდეს და თავარი ღირებულება არის მორჩილება, მაშინ ამ ადამიანისთვის როცა ის გაიზრდება, მუდმივად იქნება რაღაცა მოთხოვნილება იმის, რომ ვიღაცა არსებობდეს ან აუცი ინსტიტუტი ან ადამიანი, რომლის მიმართაც ის ამ განწყობას შეინარჩუნებს და უფრო დაცულად იგრძნობს თავს და ეს რაღაცნაირად ბუნებრივიც არის რა. იმიტომ რომ მაგალითად აი კაცობრიობის ჯერ ერთი ბეწო ისტორია გვაქვს კაცობრიობას რაღაცა მაქსიმუმ რასაც ვიძახით 200-300,000 წელია რაც ჰომო საპიენსი არსებობს ხო? მეტალბერი ძველ დროში არაფერი არ აქვს რეალურად. ხო და ძალიან ახალი ასე ვთქვათ ერთ-ერთი ახალი ორგანიზმი ვართ ხო? დედამიწის ისტორიიდან თუ ავიღებ ძალიან მცირე პროცენტი. და წარმოიდგინე რომ თავარი დაცვა, აი ნებისმიერ იმას რომ შეხედო ბიოლოგიურ ორგანიზმს რა, ის არის რაღაცა ჯგუფში, რომელიც ჯგუფის მას ფაქტობრივად რომელიც გარანტია რომ ის გადარჩეს რა, თუ ის რაღაცა ერთუჯრედიანი ან რაღაც ვირუსი და ბაქტერია თუ არ არის რა და ჩვენც ხო ესე ვართ. ანუ ძალიან გვჭირდება ერთმანეთის გარეშე იდეაში აი ყველაზე დიდი დასჯა კაცობრიობის იყო ოსტრაკიზმი, როდესაც თემიდან გაგდევნიდნენ, ხო და თემიდან თუ გაგდევნიდნენ, შენ ფაქტობრივად განწირული იყავი რომ რამე ცუდი დაგემართებოდა. ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყო თემის მიმართ ლოიალური. მაგრამ მეორე მხრივ თუ შენ არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ფაქტობრივად უფრო ანუ რაღაცა თემში ჩამოყალიბებული წარმოდგენები გადახედო, ანუ დააპდეიტო ახალი ინფორმაციის საფუძველზე, ილაპარაკო და სინამდვილეში ახალი გზები მოძებნო როგორ უნდა გადარჩე. ანუ ეს საზოგადოება ყოველთვის იქნება ბევრად უფრო ხისტი და რისკების მიმართ დაუცველი, ვიდრე ის საზოგადოება, რომელიც ადამიანებს და მის წევრებს აძლევს საშუალებას, რომ ახალი ინფორმაცია დააინტეგრირონ და ის გამოიყენონ გადარჩენისთვის რა. და ზუსტად ეს ამბავია, რომ ეს თავიდანვე უნდა აღიზარდოს. მნიშვნელობა არ აქვს როგორ, ანუ შეიძლება ეს ოჯახში ხდებოდა თავიდან წარმოიდგინე, როდესაც რაღაც იმაში ტყეში დავრბოდით ან ზოგადად ის პირველ ყოფილი ადამიანები, რომელსაც ყველაზე დიდი ისტორია აქვს რა, ხო წარმოიდგინე, მაშინ რამდენი რამე უნდა გვცოდნოდა და როგორ უნდა გავეზარდეთ ჩვენ შიგნით, რომ თითოეული სცენარე როგორი თვისების იყო, რაღაც ცხოველს როგორ უნდა მივპაროდეთ, რა იჭმებოდა, რა არ იჭმებოდა, როგორ უნდა დაუმალულიყავით, როგორ უნდა დაგვეცვა თავი. ეს ყველაფერი ვიღაცას ხო უნდა ესწავლა, წარმოიდგინე რა რთული იყო ამ ინფორმაციას. ეხლაც რო წახვიდე მაგალითად ამაზონის ჯუნგლებში და ნახო ის ადამიანები, რომლებიც აი რამდენ რამეში ერკვევიან, იმიტომ რომ შენ რომ მოხვდე ამაზონის ჯუნგლებში, ერთ დღეში მოკვდები. ან რამე დაკარგული გვაქვს ჩვენ ეს ცოდნა. ჩვენ ეს ცოდნა გვაქვს დაკარგული, აი მაგალითად რამე ტექნოლოგიური კატასტროფა რომ მოხდეს,
ამ ტექნოლოგიური კატალოგის შუქი რო ჩაქრეს, ინტერნეტი რო გამოირთოს, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს დავხოცავთ, შიმშილი დაგვეწყება და ერთმანეთს გადავხოცავთ, მაგრამ გადარჩენის შანსი ექნებათ იმ პირველყოფილი წესრიგით ცხოვრება ადამიანებს, რომლებიც ჯერჯერობით ცივილიზაციას არ არიან ნაზიარები, ხო? ხო და ეხლა ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რომ ჩვენ შვილებს როგორ ვზდით. ან უნდა გავუშვათ პირველყოფილ წყობილებაში და რა ვიცი, იქ აი თუ ესეთი რაღაც თავის არიდების ამბავი შანსი რო ქონდეს, ან მეორე რომ ვიყოთ წინარიგებში ცივილიზაციის რა, ანუ აი ცივილიზაცია რო ვითარდება, ჩვენც ვიყოთ წინარიგებში ამ ცივილიზაციის და ანუ ყველანი ამ არჩევანს ვაკეთებთ რა საბოლოო ჯამში, რომ როგორ გვინდა რომ რაღაცა ჩვენი მომავალი გაგრძელდეს. ჩვენ როგორც მშობლებს რაღაცნაირად უკვე იმაზე კი არა გვაქვს აი ჩვენ თან მიმართებაში, არამედ აი ჩვენი შვილების ან მომავალი თაობა როგორი იქნება, მით უმეტეს ამ ტექნოლოგიური სწრაფი პროგრესის პირობებში, მე მგონი პირველად არის, როდესაც აი არც კი ვიცით, რომ 10 წელიწადში როგორი სამყარო იქნება. აი მაგალითად მე და შენ რო დავიბადეთ, სავარაუდოდ, ჩვენმა მშობლებმა იცოდნენ, რომ აი შენ თუ გახდებოდი ფიზიკოსი და ახლოებით ასეთი კარიერა გექნებოდა. მე თუ გავხდებოდი ექიმი და ახლოებით ასეთი კარიერა მექნებოდა რა. ანუ ჩვენ ხო ვერ წარმოვიდგენით მე რო დავიბადე, მე რო სკოლაში მივედი, მელნიანი პასტით წერდით, იმას ვაწობდით და რაღაც ერთ სიტყვაზე ყოფნიდა რა, რომ მე რო ისე უნდა ჩაგეწო და კიდევ უნდა გაგრძელებინა, ხო? ხო, წარმოგიდგენთ რამხელა ცვლილებების ეპოქას მოვესწარით. და ეხლა მართლა ჩვენი ამოცანა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი მშობლის ამოცანა, რომელიც წინა, ანუ ჩვენამდე ცხოვრობდა. იმიტომ რომ იმათ ასე თუ ისე მაინც შეეძლოთ რომ რაღაცა ის ქონოდათ პროგნოზის გაკეთების შანსი ქონოდათ. რაღაც პრინციპული ცვლილება არის საჭირო განათლების სისტემის განათლების სადმი მიდგომაში. იმიტომ რომ მაგრამ საინტერესო ის არის რომ ამას ჯერ კიდე ილია ჭავჭავაძე ხვდებოდა მე-19 საუკუნეში უწერია ესეთი ფრაზა თავის პედაგოგიის საფუძვლებში რომ ჩვენი დღევანდელი სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ მოსწავლემ უბრალოდ ცოდნა დააგროვოსო, რომელიცო გამოუყენებადია თუ იმ ფუნქციას არ ემსახურება, რასაც მისი ადამიანად ჩამოყალიბება ჭირდებაო. ანუ თუ ის ადამიანად არ აყალიბებს კაცს, უბრალოდ დაგროვილი ცოდნას არანაირი ღირებულება არ გააჩნია. და დღევანდელ დღეს ეს მით უმეტეს ასე არის, ინფორმაციის დაგროვის იმდენი საშუალება და იმდენი რაღაც არსებობს. არა, ცოდნა ხელმისაწვდომია, ანუ ნებისმიერი კაცობრიობის დაგროვილი ცოდნა. საერთოდ არა. აგერ არის ხელმისაწვდომი. მე უნდა შემეძლოს ანალიზი გავაკეთო, რა მჭირდება, რამდენად თავარი არის ანალიზის უნარი და არა სიტყვაზე, ანუ ესეთი უნარები მჭირდება და რა ის რომ თავში მქონდეს დიდი რაოდენობით ინფორმაცია. დიდი რაოდენობით ინფორმაცია არ მჭირდება, იმიტომ რომ ჩემი ტვინი შეუძლებელია რომ იმდენ ინფორმაციას იტევდეს, რამდენიც ჩემთვის სულ მუდმივად არის ხელმისაწვდომი. ჩემთვის ინფორმაციის გადამუშავება უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელ პირობებში, ვიდრე ინფორმაციის თავში მეხსიერებაში დაკავება. და მაგას დავამატებდი საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი. ეგ რა თქმა უნდა, ხო, ანუ ეგეც მარტივდება, ხო, ანუ თავარია რომ შენ ახლა იდეაში კითხვის დასმის უნარი შეიძინო. ანუ შენ თავში ჩამოყალიბდეს რელევანტური, ანუ რაღაც შენ პრობლემასთან დაკავშირებით ადეკვატური კითხვა. და შენ შეძლო ამ კითხვის ჩამოყალიბება. კი, იმის მიხედვით კითხვას როგორ დაუსვამ, სხვადასხვა პასუხი შეიძლება მიიღო. და შენ უნდა შეეძლო მე ანალიზით მიხვდე იქიდან რომელია უფრო სწორი და ის გამოიყენო, რაც შენი ხვალინდელი დღისთვის იქნება უკეთესი. მაგრამ ამისთვის მომზადება როგორ უნდა დღევანდელ სისტემაში ნაკლებად წარმოუდგენია ვინმეს. დღევანდელ ანუ შენ გულისხმობ არსებულ სისტემაში, ხო? ანუ მე ზუსტად ვერ წარმოვიდგენდი ზოგადად იმის გამო რომ ამაში მქონდა გამოცდილებაც ანუ მიუხედავად იმისა რომ წინა სკოლა რომელშიც მე მუშაობდი იყო ჩვეულებრივი ტრადიციული სკოლის ამბავი იქ ელემენტები როგორც წეგან შენ ამბობდი მე ვცდილობდი რომ ელემენტები თავისუფლების ელემენტები შემეტანა რა თქვათ იმიტომაც იყო თქვათ განსხვავებული და რაღაცნაირად გამორჩეული მაინც სხვა სკოლებისგან ანუ ამიტომ იყო წარმატებული სკოლა ეხლა მაგალითად შენ რასაც ამბობდი, ეხლა რა სკოლასაც ვაკეთებ, ჩემი აზრით ის უკვე საუკეთესო სკოლაა თავისი შინაარსით, იმიტომ რომ სწორი წესები, აი როგორც აი გირჩის შემთხვევაში, პარტიის შემთხვევაში გვაქვს რაღაც წესები რა. ამ წესებით ფუნქციონირებთ. ახლა შეიძლება უკეთესები ვიყოთ, ასეთები ვიყოთ, ისეთები ვიყოთ, ეს წესები გვაფორმირებს როგორც პარტიას.
ანუ ზუსტად ანალოგიური მგონია, რომ სკოლასაც აქვს რაღაცა პრინციპები. ანუ შენ თუ ამ პრინციპებს დანერგავ, ანუ ეს პრინციპები დროთა განმავლობაში რაღაც შედეგამდე აუცილებლად მიგიყვანს. ხო, მაგრამ ეგ პრინციპები შეიძლება სხვანაირიც იყოს, ხო, იგივე თუნდაც პრუსიული სკოლაც გარკვეულ პრინციპებზე დგას. ხო და მაგას გეუბნები, რომ ის პრინციპები არ მომწონს, მე არ მომწონს, როდესაც მაგალითად მოსწავლე არის პასიური მსმენელი, არ არის აქტიური მონაწილე, ანუ ის არის უბრალოდ ცოდნის მიმღები, მხოლოდ რაღაცა ინფორმაციის მიმღები. მე ეს არ მომწონს, რაც იმ წუთში წეღავ ვილაპარაკე, ზუსტად ამას გამორიცხავს ის, რომ მაგალითად აი ჩვენ სკოლაში ხა მაყურებელებს, ჩვენი მაყურებლები სავარაუდოდ საერთოა და ბევრმა იცის რა ამერიკული სკოლა, რომელიც ჩვენ სულ რაღაც 4 თვის წინ დავაფუძნეთ თბილისში და ამერიკული სკოლა ქვია რა, უბრალოდ სახელი აქვს, იმიტომ რომ ამერიკულია და იმიტომ რომ ამერიკაში დააფუძნეს მშობლებმა საკუთარი შვილებისთვის დაახლოებით ისე როგორც ეს გავაკეთეთ ჩვენ და რომელიც სინამდვილეში აქტონის სკოლა, აქტონის მეთოდოლოგიით მუშაობს. აქტონის მეთოდოლოგია მოიგონა უბრალოდ მშობელმა, რომელიც მანამდე პედაგოგიური გამოცდილება ჰქონდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, იყო რაღაც ბიზნეს სკოლის დეკანი და როდესაც მისი შვილები სკოლაში წაყვანის დრო დადგა და ნახა, ანუ ტრადიციული სკოლა როგორ ფუნქციონირებდა, გადაწყვიტა რომ მისი შვილები არ გაეწირა ამ ტრადიციული განათლების სისტემისთვის და რაღაცნაირად ისარგებლა, მათ შორის ყველა იმ განათლება, შენ რო მეუბნებოდი წეღან, მაჩვენებდი წეღან უბრალოდ სხვადასხვა მაგალითად განათლების კვლევარები რას ლაპარაკობენ. მაგალითად აი ყველაზე ცნობილი რა არის განათლების სისტემაში. აი რაც არ უნდა ჩვენ სხვადასხვა მიდგომების რაღაცა ვაკამათოთ ერთმანეთს, აი ვერსად ვერ მივიღებთ გადამწყვეტ განსხვავებას. აი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გადამწყვეტ განსხვავებას ვიღებთ, არის როდესაც ბავშვი ერთ-ერთზე მუშაობს მასწავლებელთან. ანუ მაგალითად, შენ თუ აკადემიური წარმატება გინდა, აი 2 სიგმას პრობლემა თუ ესეთი რაღაც ის არის განათლებაში, რომელ ბავშვებს აქვს ყველაზე უკეთესი შედეგი, ვინც ერთ-ერთზე მუშაობს მასწავლებელთან. მაგალითად, მათემატიკას ვსწავლობ, შენ მათემატიკას მასწავლებელი ხარ და მე და შენ მათემატიკას ვსწავლობთ რა. მე ჩემი შედეგები ყოველთვის უпроსტად აი სტატისტიკურად ორჯერ უკეთესი იქნება, ვიდრე იმ ბავშვების შედეგები, რომლებიც რა თქმა უნდა 20 ან 30 ბავშვი ზის და მასწავლებლის გაკვეთილს უსმენს ზუსტად იგივე, სადაც მე და შენ ვსწავლობთ. ანუ შეუძლებელია იქ იგივე შედეგის მიღება. შეუძლებელია რომ იქ იგივე შედეგი მიიღო, მოკლედ რა, ანუ დამტკიცებულია. თუ რამე არის განათლებაში დამტკიცებული, ეს არის დამტკიცებული რა. მაგალითად ის რომ ლაპარაკის ამბავი რა, ანუ სოკრატული მეთოდი. ანუ ეს სოკრატული მეთოდი 2400 წელი არის ცნობილი რა. კაცი მოდიოდა და ანუ ადამიანებს კითხვებს უსვავდა. რომ მაგალითად აი შენ რო გგონია რომ რაღაცა იცი, მართლა იცი, ეს თუ არ იცი, ამოდი ეჭვი შევიტანოთ. ანუ ეჭვი შევიტანოთ, აბა შენ რაც გგონია მაგის არგუმენტები შენ თვითონ მითხარი. საიდან რატო გგონია ესე? ანუ რამდენად ენდობი იმ არგუმენტებს, რომლებიც შენი ასე ვთქვათ რწმენის საფუძველია. ანუ ფაქტობრივად ეს ნიშნავს საკუთარ შეხედულებებში მუდმივად ეჭვის შეტანას რა. ანუ პერმანენტულად და თან აი ამაზე ვარჯიშს. ფაქტობრივად ეს არის რაღაცა ფორმა, რომელიც ბავშვებს აძლევს საშუალებას, რომ თავიდანვე არ ჩათვალონ, რომ ვიღაცამ რაღაცა იცის 100% და ამათ 100%-იანი უნდა დაუჯერონ. ესმის? ანუ ის რომ ბავშვები მაგალითად რა ვიცი, ხედან და თვითონ სწავლობენ, იგივე მაგალითად აი ტუტორი რა, რაც აი ძალიან მინდა რომ ცოტა ხანში, როდესაც უკვე რაღაცაერთ უკვე ახალ ტექნიკას შემოვიტანთ ჩვენ სკოლაში, მათ შორის ერთ-ერთი ტექნიკა ასეთი იყოს, რომ მასწავლებელი, ანუ ინდივიდუალური მასწავლებელი ყავდეს. ახლა დღეს მაგალითად ხელოვნური ინტელექტი თუ მაგალითად მეცნიერების ან რამე კონკრეტული საკითხის შესწავლა გინდა, აი სტანდარტულ მასწავლებელზე სულ უკეთესი იქნება და მომავალში კიდევ უკეთესი იქნება. აი რაც დრო გავა, ვიცით რომ მას კონკურენციას ვერ გაუწევს. მაგრამ არის თავი, თუ ადამიანი სათანადოდ არის მომზადებული როგორ დასვას ის კითხვები კომპიუტერთან ის ხელოვნური ინტელექტი იქნება თუ თუნდაც YouTube-ში აკრიფო ის კითხვა რაც გაინტერესებს, ყოველთვის იპოვი უფრო კარგ საშუალებას ისწავლო, ვიდრე დაუშვათ მასწავლებელთან დადიოდი, რომელიც სათავისი პრობლემები აქვს, ხან ხასიათზე არ არის, ხან შეიძლება მაგარი ლექციას გამოუვიდეს. ეთახმები. იმას 24 საათის ცალია, 24 საათი მოტივირებულია რომ გასწავლოს, შენ როცა გაგიხარდება. სხვადასხვა აი მაგალითად განსხვავება, ყველა ადამიანი ჩემი აზრით რა, ვინც წარმატებული არის, თვით განათლებით დაკავებული. დიდობაშიც რა მათ შორის, ანუ სულ სწავლობს და თვითონ საკუთარ თავს მაგაზე ცალკე მინდოდა ყურადღების გამახვილება, მაგრამ დავიწყოთ და ვიტყვი მე კიდე მაგ მომენტზე რა. კი რა, იცი რა არის, ეს ყველა სხვა რა აქვს ეს უნარი.
აი მაგალითად წარმოვიდგინე რომ ეხლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ, აი წარმოვიდგინე თუ ეს ფორმა განათლების ვაჩვენეთ, აი ახალი ადამიანი რომ მოდის, იმას უკვე გამზადებული შაბლონი აქვს, როგორ შეიძლება მასში შემოვიდეს რა. ანუ თვითონ კი არ მოუწევს გადაწყვიტოს მომავალში რომ რაღაცამ დააინტერესა და მოდი ახლა მე YouTube-ს ჩაუჯდები და რაღაცა 1000 საათი რაღაცა თემას შევისწავლი, ვუყურებ რაღაცებს, კიდე დავგუგლავ რამეს ვიზავ. არამედ აი უბრალოდ ესე იყოს მოწყობილი თვითონ სასწავლო პროცესი ბუნებრივად. ჩვენთან სკოლაში რომ ბავშვები მოდიან, იწყება საუბრით. მე არის რაღაცა დრო, როდესაც ისინი ჯდებიან და ზუსტად ესეთი ხელოვნური ინტელექტი არის ჩაშენებული უკვე რაღაც მათემატიკის სწავლება გინდა, რაღაც უცხოენების სწავლება გინდა, ბეჭვდის სწავლება გინდა, რაც გინდა რა. და შესაბამისად შენ ამ დროში ჯდები და თან საკუთარ პროგრესს ხედავ. თუ სიტყვაზე რაღაც მაგალითად იმისთვის რომ რაღაც ცოდნა მიიღო, ამას შეიძლება ხშირად აი პრერეკვიზიტებს რო ეძახიან, ეგეთი რაღაცები ჭირდებოდეს რა. აი მოსწავლე იძახდა ერთი ჩვენი რომ კი ვარ ეხლა მეო აი ამასაკისო, მაგრამ მათემატიკა ამასაკის მიხედვით ხო არ ვიცი ეხლა რა აზრი აქვს რომ მეო მე-9 კლასის მათემატიკა დავიწყო. მე უნდა დავიწყო რა მე-4, მე-5 კლასის მათემატიკა რომ მე-9 კლასის მათემატიკამდე მოვიდეო რა. ძალიან ნაცნობი პრობლემაა. ხო და ანუ წარმოიდგინე რომ ეს ხო ბავშვიც მიხვდა ამას. და როგორ შეიძლება ამას აი ამ ხელა ადამიანები ვერ ხვდებოდნენ დღეს ჩვენ საზოგადოებაში აი რეფორმას ვატარებთ განათლებით ხო? მათ მნიშვნელობა აქვს ვერ ხვდებიან თუ არ ხვდებიან. არა მე მგონი არ შედის ინტერესებში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესებში ძალიან არაწყო, როცა არაწყოს მე ხვდები რა არ ხვდება, არ იგებს. თორე ახლა როგორ შეიძლება ვერ მიხვდე? ხო, არა, სრულიად წარმოუდგენელია მაგას ვერ მიხვდე. ხო, მაგრამ აი ხო ესა გვაქვს, რა მნიშვნელობა, ხო ვერ ფიზიკურად ხო ვიცით რომ ვერ ხვდებით. არა, მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ როცა ვერ ხვდება, მაშინ შეიძლება იფიქრო, რომ უკეთესად რო აუხსნა, რაღაცას გაიგებს და რაღაცა ნაბიჯები გადაედგმება, მაგრამ როცა არ ხვდება მაშინ არანაირ ახსნას აზრი არ აქვს. მაჩვენებს მან დაეწერა რომ თქვია ილიას ციტატები რომ მოიყვანენ რა, სადაც კაცი როგორ აღზარდოთო რა, ანუ კაცის აღზრდაში რა იგულისხმება რომ შენ გაარჩიო სწორი და არასწორი. კი. ანუ რა არის სწორი, ანუ მორალურად გამართლებული ქცევა და რა არ არის მორალურად გამართლებული ქცევა, ხო? ეხლა წარმოიდგინე რომ რამდენმა მასწავლებელმა, რომელიც აი 60,000 მასწავლებელი აქვს ქვეყანაში, ხო? რამდენმა მასწავლებელმა იცის ამ სისტემის პრობლემები ჩემზე უკეთესად კიდევ, იმიტომ რომ რა ვიცი 40 წელია იქ მუშაობს, ანუ 20 წელია იქ მუშაობს, ხო? მე მგონია მაგ დროს უკვე აღარ იციან. არა, მაგაც გეუბნები რა, ტექნიკურად ხო უნდა იცოდნენ. მაგრამ აი შეფასებას და აი საჯაროდ გამოსვლას და თავისი აზრის საჯაროდ თქმას საზოგადოებისთვის, რაც ჩემი აზრით აი წეგანროვით თავიდან ითის დავიწყე, რომ ინდივიდის აღზრდა მეთქი მნიშვნელოვანი, რომელსაც საზოგადოების არ ეშინია. ამათ ხო ეშინიათ საზოგადოებას. ანუ ეს მასწავლებლები არიან ზუსტად ისეთი პროდუქტები, როგორზეც წეხან ვილაპარაკეთ ბავშვი, რომელსაც ყოველთვის, ყოველ დღე ვიღაცა ეუბნება, ახლა ეს უნდა გააკეთო, ახლა ეს უნდა გააკეთო. ხო, რა თქმა უნდა, კაცო. ამის გაგრძელება დღევანდელი მასწავლებლები, საშუალო ისო წარმოვიდგინოთ. ახსნა განა არა აქვს. აი მაგალითად ჩვენ ხო საბჭოთა კავშირში არის ძირითადად ამ მასწავლებლების ძირითადი ჯერ კიდევ, იმიტომ რომ ეს ბრუნვა, ანუ ცვლილება პატარაა რა. იმას რა ქვია, მასწავლებელი პედაგოგი ხდებოდა ის ადამიანი ძირითადად, ვინც ვერ აბარებდა სამედიცინოზე, იურიდიულზე, ღვინის ტექნოლოგიაზე, ანუ პრესტიჟულ რაღაცებზე რომ ვერ აბარებდა, ყველაზე მარტივი ჩასაბარებელი იყო პედაგოგიურ ინსტიტუტში. მით უმეტეს რაღაც ქალებისთვის ითვლებოდა, რომ ქალებისთვის კაი პროფესიაა, იმიტომ რომ ბევრი დრო ექნებათ რა, რაღაცა ესეთი. ანუ სულ სხვა დამოკიდებულება იყო, ამიტომ რომ რა უნდა ესწავლებინათ საბჭოთა კავშირში, შენთვის განსხვავებული ან რა ისტორია ფალსიფიცირებული იყო, ხო? ანუ ჩვეულებრივად საბჭოთა კავშირისთვის ეს ბისმარკის მოდელი კიდევ იყო სელექციის მეთოდი, ხშირად ვამბობ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ საბჭოთა კავშირს ხო ჭირდებოდა, რომ რაღაცნაირად გაერჩია ინტელექტუალების ჯგუფი, მაგალითად, ნაკლებად ინტელექტუალური რაღაცა ნაწილისგან საზოგადოების, მაგალითად, კომაროვები და ეს რაღაცა სკოლები, სპეციალური სკოლები რატო არსებობდა? იმიტომ რომ ამ ბავშვებისთვის ხელი მოეკიდათ, ვინც მოახერხებდა და დაძლევდა ამ პროგრამას, რაღაც გიჟობა პროგრამას, ესე იგი მის თავში რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა. ესე იგი შეგეძლოს ბავშვი წაგეყვანა, ან მათემატიკას გაძლიერებულად გესწავლებინა, ფიზიკა გაძლიერებულად გესწავლebina, მერე ჩაგევლო ხელი წაგეყვანა რამე სპეც რაღაცა იმაში, რა ქვია, რომელიღაც ინსტიტუტში და მერე რაღაცა იარაღის კეთებაზე რომელიღაც დამალულ ქალაქში ციმბირში გემუშავებინა, და თან პრივილეგიებს აძლევდა. ხო, რა თქმა უნდა, ანუ ოჯახისთვისაც ეს იყო რაღაცა ჩვეულებრივად, ვაუ, რა ბედნიერება, რომ ჩემი შვილი ასეთი დაიბადა, რომ სახელმწიფო ამას იმას რა ქვია, კოლმეურნეობაში კი არ ამუშავებს, არამედ რაღაცა წაიყვანს, ასწავლის, ბინას მიცემს, მანქანას მიცემს.
სადღაც იმუშავებს იმაში, რა ქვია, პრესტიჟულ რაღაცა კვლევით ინსტიტუტში ან რამეში და ყველა ბედნიერი იყო ამით რა, მაგრამ კაცობა სად არის აქ? აი, კაცობა სად არის, რომ შენ მაგალითად აი მაგნიზანი არც კონი ატომური ბომბი უნდა აკეთო და ეს არის შენი ასე ვთქვათ დანიშნულება, თუ არ ვიცი რა, საზოგადოებას შენი მართალი აზრი უნდა უთხრა რა, რომ აი რაღაცა სწორია, რაღაცა არასწორია. ჩვენც ხო ამ იმაში ვართ, მაგალითად, აი ეს ისევ ჩვენ ეს სკოლა გავაკეთეთ, ის რომ რაღაცა თავის დროზე გირჩი გავაკეთეთ და აი ამას ვაკეთეთ, რასაც ვაკეთეთ, ეს ხო რაღაცა მაგის ან გადავწყდება ამ საზოგადოებაში და ლაპარაკი დაიწყება, ან ლაპარაკი არ მიმდინარეობს რა. არც ერთ პრობლემაა რომ ლაპარაკი ან უფრო კაი სიტყვა მომწოს საუბარი უნდა იცოდე რომ საუბარი მაგას დიალოგს ეძახიან, ანუ ჩვენ ვისაუბრეთ არის დიალოგზე, ანუ დიალოგი იყოს კი ბატონო, ზუსტად დიალოგია საჭირო, რომ ადამიანები ერთმანეთს კი არ ეკამათებოდნენ მოგების მიზნით, არამედ ჭეშმარიტების გამორკვევის მიზნით ურთიერთობდნენ. დებატები არის, როდესაც ორი განსხვავებული აზრი დიალოგშია, იმისათვის რომ გაარჩიოს რომელია უფრო ჭეშმარიტებასთან ახლოს და რომელიც წააგებს უფრო კმაყოფილი უნდა იყოს ამ წაგებით, იმიტომ რომ ის უფრო ცდებოდა და უფრო სწორ რაღაცა აზრამდე მივიდა რა, ანუ მე ესე ვუყურებ და ზუსტად აი ამ დიალოგის გამორიცხვა ყველაზე დიდი პრობლემაა საგანმანათლებლო სივრცეში. სადაც ადგილი არ არის დიალოგისთვის. მასეთი დებატები ახლა რაც თქვი, მე მგონი არც მომისმენი არასოდეს, არა მარტო ჩვენთან, არამედ აი უცხოურ საიტებზეც რო უსმენ ხოლმე დებატების დროს არც ერთი მხარე პოზიციას არ იცვლის, უფრო მეტიც ერთმანეთს არ უსმენენ თავისას აი ესეთი სიტყვა რო ვთქვა ცოტა ერეკებიან თითოეული მხარე. ძალიან ცუდი. ცუდია რა თქმა უნდა. იმიტომ რომ არ არის მაგის კულტურა. იმიტომ რომ აი სხვა რაღაცა, ანუ მე და შენ მაგალითად ახლა ერთმანეთს რო ვეჯიბრებოდეთ, აი რომელი უფრო რაღაც კამათში ერთმანეთს მოვუგებთ რა. და ჩვენი ანუ ამაზე უფრო მაღალი მიზანი არ გქონდეს. რა თქმა უნდა, კონკურენცია მნიშვნელოვანია, კაცო, ადამიანი რაღაცა როცა კამათობს, რაღაც სპორტიც ხო იგივეა რა, რაღაც ისე ერთმანეთს ვეჯიბრებით. მაგრამ ვეჯიბრებით რაში რა, რომ ვეჯიბრებით ამ შემთხვევაში რაღაცა სიმართლის გარკვევაში. აი ჩვენთან შიგნით ბიტკოინზე კამათი როა, რომელიმე მხარე მეორე მხარე რო ეს ხო მეორე მხარისთვის უნდა იყოს ძალიან ღირებული. ორივე მხარისთვის ღირებულია, რომ დარწმუნდე მართალი ხარ ან დარწმუნდე რომ რაში უფრო მნიშვნელოვანია მეთქი, ანუ მაგას ვამტკიცებ მე რომ დარწმუნდე რომ ცდები და მიიღო ზომები რომ ცდები უფრო მნიშვნელოვანია, რომ რა ვიცი ცდები და აღარ შევცდები მომავალში რა. ანუ ეს ხო უფრო მნიშვნელოვანია, ჩემთვის თუ მანამდეც არ ვცდებოდი და მოვიგე. არაფერი განსაკუთრებით მოვიგე ნიშნავს ვიღაც დავეხმარე. ანუ ვიღაცას დავეხმარე იმით, რომ ვიღაცას აზრი შევაცვლევინე სწორი მიმართულებით, რომ კლდეზე არ გადაჭეხილიყო, დენს არ დაერტყა, რამე პარაშუტი გახსნოდა, რამე მომხდარიყო რა ისეთი რა, რომ გადარჩენილიყო. სინამდვილეში ამ გადაცემას დებატები იმიტომ არ დავარქვი, რომ დებატებში ყოველთვის იგულისხმება ორი ურთიერთდაპირისპირებული, რომლებიც არასდიდებით არ გაიზიარებს ერთმანეთის პოზიციას და მე კიდე მინდოდა რომ ადამიანებს შორის სწორედ ის ყოფილიყო, რა აზრით დებატებში ჩადები, რომ ჩვენ ერთად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ წუთში საპირისპირო აზრი გვაქვს, რა ახლა არ გვაქვს, მაგრამ საერთოდ ამ საუბრის მერე მივიდეთ რაღაც ჭეშმარიტებამდე, რომელიც ორივესთვის ღირებულია. შეიძლება ორივე ვცდებოდეთ იდეაში, მაგრამ როცა ვისაუბრებთ, გამოჩნდება რაღაცა უფრო სწორი პოზიცია, რომელზეც გადავალთ მეც, შენც და ამით მივახცევთ იმას, რომ ხვალ უფრო სწორი იქნება ჩვენი ქმედება, ჩვენი შემდეგი, ასე ვთქვათ, საქმიანობა. საერთო ჯამში. და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და განათლების დანიშნულება ზუსტად ეს არის. ეგ უნდა შემოიტანო, ეგ იდეა, ანუ მაგალითად ეს ჩვენი განათლების ვთქვათ, ჩვენი სკოლა რა არის, რომ გირჩი რასაც ამტკიცებდა საჯაროდ 10 წლის განმავლობაში იდეებს, აი რაღაცა ეს არის სწორი ხალხო, ეს არის სწორი რაღაც. არ შეიძლება ნარკოტიკების მომხმარებლების ციხეში ჩასმა, ანუ სხეული მისია, სიცოცხლე მისია, თუ არავის არ უშავებს ადამიანი არ შეიძლება ამ ადამიანს ვერ ჩოდეთ. ანუ ეს ხო ღირებულებითი ნაწილია და ჩვენ რაც შეგვეძლო ყოველ შემთხვევაში ამ სფეროში იმის რა ქვია, შედეგის დამოუკიდებლად ვიძახი რა. ანუ გავაკეთეთ. ანუ ამ შემთხვევაში და მაგალითად სკოლის შემთხვევაში, ხო? თუ მე მჯერა რომ იცი რა, მომავალში, აი მაგალითად ბევრმა ბავშვმა არის ის ხელით წერა. ანუ წერა არის რა, ანუ მაგალითად მე გადავეჩვილ ამის. ხო, მე მახსოვს რომ ჩემს ბავშვობაში დაახლოებით 3 წელი თავარი ასე თქვათ ამოცანა იყო რომ ჩვენ კალიგრაფია გვქონოდა კარგი. და ნუ აი დღეს რომ ჩემმა შვილებმა ნახეს ჩემი ბავშვობის ვეულები,
სადაც ეს კალიგრაფიის ამბავში ვარჩევდა პირველი და მესამე კლასამდე, აი უბრალოდ შოქში იყვნენ რა, რომ ამასო როგორ ახერხებდიო რა. ანუ ძალიან დიდი იმით ვახერხებდიო, დედა ჩემი მედგა თავზე, რაღაცა მასწავლებელი, რაღაცა მიმოწვევდნენ, რაღაცა და აი რაღაც კალიგრაფია გამომუშავდა მაგაში. აი ხო შეხედო, მშობელი რო ხარ რა და რო იცი რომ დღეს ხო ბეჭდავ ძირითადად, როდის დავწერე ბოლოს ხელით, აი უბრალოდ ხატავ ხოლ, ჩანახატს ვაკეთებ, უბრალოდ აზროვნებაში რო გეხმარება, მხოლოდ მაგ მიზნით და იმიტომ რომ რამე დავწერო. და პლუს კიდე ცოტა ხანში ალბათ დაწერა ხელითაც აღარ მოგვიწევს, ალბათ ვიტყვით ან გავიფიქრებთ და ის დაიწერება რა. ხო და აი რატო უნდა დახარჯო ამაზე დრო? აი რა შინაარსი აქვს, მაგალითად, თუ შენ კრიტიკულად არ მიუდგები კონტექსტის ცვლილებას, რა იცვლება კონტექსტში, ანუ იმის გამო რომ რაღაცა დღევანდელი ცივილიზაცია ესეთ სიჩქარით ტექნოლოგიურად ვითარდება. ბავშვებში ხო რაღაც უნდა მოხდეს. ანუ თუნდაც ის რომ აი წეგან რასაც ვაპარაკობთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ამ ბავშვებმა სწორის და არასწორის გარჩევა ისწავლონ. ამისთვის რა არის საჭირო? კონფლიქტებია საჭირო. კონფლიქტების გარეშე ხო ვერ ისწავლიან. ანუ როგორ უნდა გაიგონ რა არის სწორი და არასწორი, თუ კონფლიქტი არ მოუვიდათ. თუ რაღაცნაირად ვიღაცამ არანორმატიული, ანუ ნორმისგან გადახრილი ქცევა არ დაიწყო. მისი კორექტირება არ გახდა საჭირო. ანუ თუ ვიღაცა უფროსია, რომელიც უბრალოდ ბრძანებებს იძლევა, რომ ასექენითო, თორე დაგიჯითო. ანუ ესენი ხო ვერასოდეს ლოგიკას ამ დასჯის უკან ვერ დაინახავენ. გააზრების ადგილი აღარ რჩება თუ ვიღაცა პირდაპირ ეუბნება ეს არის სწორი და ეს არის არასწორი. ეს არის არასწორი, ხო? ანუ სინამდვილეში შენ მოდი წესად დავადგინოთ, რომ ეგეთი რამე არ შეიძლება, რომ ვიღაცა ეგეთი უფროსი არსებობდეს, რომელიც ერთადერთ სწორ პასუხებს იძლევა. ანუ თქვენი ამოცანა, რომ რა ვიცი, დღეს შეიძლება შედარებით დაბალი ხარისხით, მაგრამ თქვენ თუ ამას ყოველდღიურად თვეების განმავლობაში და წლების განმავლობაში გააკეთებთ, აუცილებლად იმის რწმენაზე დგეხარ, რომ დადგება მომენტი, როდესაც თქვენ როგორც არგუმენტაციას, ისე მორალური ღირებულებების შემოტანას და მათ შორის ამაზე მსჯელობას ისწავლით რა. როცა ისწავლით უკვე ეს გადაწყვეტილებები ვიღაცის კი არ იქნება, თქვენი შეგნებული გადაწყვეტილებები იქნება. და მგონია რომ ეს არის სინამდვილეში მე ესეთი შვილი მინდა აღზარდო, ვიღაცას ასეთი შვილი უნდა. ეხლა მაგალითად რომ ვუყურებ ამ საზოგადოებას და თქვათ უბრალოდ ჩვენ გავრცელების ის არა გვაქვს, ისეთი ინსტრუმენტი არა გვაქვს, რომ ეს ვაჩვენოთ რა, მაგრამ ცოტა ხანში ამის დამალვა იქნება შეუძლებელი. ანუ გამორიცხული იქნება, რომ ეს რაღაცა ვერ დაინახო, მათ შორის ეს ბავშვები ქცევას ისე შეცვლიან, რომ რა ქუჩაში შეამჩნევ ბოლო-ბოლო, დარწმუნებული ვარ მაგაში. და ანუ მე არჩევანი დაგრჩა რა უნდა გააკეთო? შენშვილი როგორი გინდა, როგორი ადამიანი გინდა გაზარდო რა? ანუ საბოლოო ჯამში აი რაღაცა მორალური დილემის წინაშე უნდა დადგეს მშობელი. ანუ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს, იმიტომ რომ აქამდე იძახდა რომ არჩევანი არა მაქვს. და ეხლა არჩევანი მეგონია არსებობს უკვე. ხო და აი ჩვენ აი ეს არჩევანი შევქმენით აი ამ რაღაცა ღირებულებითი საძირკვლის შეცვლით რა განათლებაში რა უნდა ხდებოდეს სინამდვილეში. მაგას უნდა წარმოჩენა კიდე, რასაც მე მაინც გონია, რომ რამდენიმე წელი მაინც საჭირდება, რომ ასე ვთქვათ, მართლა ეგეთი მასიური გახდეს, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნელ-ნელა ეგ უკვე უნდა დაიწყოს ეგ პროცესი, ასე ვთქვათ, დანახვის, გამოჩენის პროცესი. და ჩვენიდან იწყება, ჩვენი რაღაცა მშობლებიდან იწყება, თვითონ ბავშვებიდან იწყება. მე არ ვიცი მე ეს ბავშვებს ხო მეგობრები ყავთ, ეზოში მეგობრები ყავთ, სადღაც ვიღაცები უყურებენ და ასე შემდეგ, რა ვიცი. თავის სამუშაოა, მაგრამ რაღაც თუ გეომეტრიული პროგრესიით წავიდა, კაი ტემპით წავა. უნდა წავიდეს წესით. მაგრამ მე მაინც გონია, რომ წლების ამბავია, სანამ ჩვენ ეს მეთოდი დაამტკიცებს თავის უპირატესობას. გარდა ამისა, ჩვენ მაინც როგორც ახლა ვლაპარაკობდით, უნდა დაუშვათ, რომ შეიძლება რაღაცა გვეშლება. მაგაში არ გეთანხმებ. არა გვეშლება, გამორიცხულია. ანუ ეს ხო რაღაცა ის არის ექსპერიმენტი საქართველოში არ დამდგარა. ეს არის მათ შორის, ეს ხო ამერიკაში წარმოიდგინე, რომ ჩვენნაირი სიტუაცია არ ყოფილა არასოდეს. იქ ყოველთვის იყო რელიგიური სკოლები, იქ ყოველთვის იყო ოჯახში აღზრდეს, აი ჰომსკულინგს რასაც ვეძახით, ანუ მრავალფეროვნება იყო. მაგალითად მონტესორის სკოლების დიდი ისტორია აქვს. რა ვალდორფის სკოლებს აქვს დიდი. აი მოკლედ ძალიან ბევრნაირი განსაკუთრებით რელიგიური სკოლები და ოჯახში აღზრდის პრაქტიკა ამ საზოგადოებას ძალიან განასხვავებს ქართული საზოგადოებისგან.
ამიტომ იქ უფრო ადვილი უნდა ყოფილიყო აქტონის. ხო და იმიტომაც იგი გაჩნდა. ანუ იმიტომაც გაჩნდა ამერიკაში და იმიტომაც ვერ გაჩნდებოდა. ანუ დიდი ხანია მასშტაბი 2011-დან არსებობს და 9-დან 11 მახსოვს, ხო, ну არა აქვს დიდი მნიშვნელობა და არც ისე დიდი ხნის სკოლა, ასე ვთქვათ. არა, მაგრამ მისი ელემენტები ძალიან დიდი ისტორიის არის. ანუ მე მაგას ვიძახი, ანუ ეს კომბინაცია ახალი, ანუ რაღაცა კომბინაცია ახალი, თორე ჰომსკულერების კოოპერატივები, ანუ მშობლები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ რაღაცა ტერიტორიულად ცხოვრობენ და ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან და მათი შვილები ერთად იზრდებიან. მე რაც მინდოდა, როდესაც მე შვილები რაღაც სკოლიდან წავიყვანე, ზუსტად ამას ვცდილობდი და მაშინ ვერავინ ვერ ვიპოვე, წარმოგიდგენთ საქართველოში, თბილისში, ვერავინ ვერ ვიპოვე, რომელიც იგივეს გააკეთებდა. მაგ შემთხვევაში ხომ ეს ძალიანაც მესმოდა, რომ ძალიან ბევრად კარგი იქნებოდა, რომ ესეთი ოჯახები გავერთიანებულიყავით და რა რისიც გჯერო და ეს ერთად გაგვეკეთებინა რა. და ამის გამოსახულებაა ეს სკოლა, ოღონდ ცოტა უფრო ორგანიზებული. ანუ უფრო რაღაცნაირად სტრუქტურირებული, უფრო მეთოდოლოგია ჩადებული, ეს მაგრამ სინამდვილეში არის იმ ოჯახების სკოლები, რომლებსაც თავისი შვილების განსხვავებული მორალური ღირებულებებით, განსხვავებული წესებით აღზრდა უნდა. კი, გასაგებია. არსებული გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილია და ჩვენ გადმოვიტანეთ ის გამოცდილება, რაც მონტესორის მაგალითად პატარებში მონტესორია ძალიან დიდი პროცენტით წარმოდგენილი მონტესორის რაღაცა მიდგომა. დიდებში უკვე რაღაცა სოკრატული დისკუსიებს აქვს უფრო და უფრო მეტი ამბავი. ძირითადად სულ პრაქტიკაზე არის ორიენტირებული, ხო? ან პრაქტიკაზე რა რეალურ ცხოვრებაში რა პრობლემებიც არის, იმის გადაჭრაზეა, რომ იდეა რა არის, რომ ბავშვობაში დასწრებული შეცდომა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე შენ რომ გაიზრდები და ნამდვილად შენს ფულს და შენს დროს და ცხოვრებას რო დადებ რა. ჯობია ბავშვობაში დაუშვა შეცდომები და მაშინ ისწავლო, ვიდრე როდესაც გაიზრდები და რეალურ ცხოვრებაში გაკოტრდები მაგალითად, ხო? ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის კიდე ერთი დეტალი, რომ კიდე უფრო მნიშვნელოვანია უფრო ადრეულ ასაკში გამოსცადო ის ტკივილი, რაც დაშვებულ შეცდომას თუ არასწორ ქმედებას მოსდევს. მე მეხუთე გადაცემაში ყავდა სტუმარი სალომე ემხვარი, ფსიქოლოგი, არ ვიცი თუ უსმინე გადაცემას და იმან თქვა ასეთი რამ, რომ ხო, ზღაპარსო აქო განსაკუთრებული მნიშვნელობა ბავშვისთვისო. იმიტომ რომ ზღაპარიო თან რო იწყება იყო და არა იყო რა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის ფსიქოლოგიისთვის მნიშვნელობა არ აქვს ის წარმოსახვითი ხდომილება, რაც მოხდა იქ თუ რეალური ხდომილება. მაგრამ ამიტომ ის იწვრთნება იმისთვის, რომ ასეთი რამე ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს, ეჩვევა ამას, მაგრამ იმის გამო რომ ის წარმოსახვითია, იმის გამო რომ ის ზღაპარია, არ სტრესავს ადამიანს. და ჩვენ, როდესაც ბავშვებს ზღაპრებს უყვებით და ნელ-ნელა მერე ვაჩვევთ და სხვადასხვა ამბებზე ველაპარაკებით, ამით მისი მომზადება ხდება ცხოვრებისთვის, რაც მთავარი ამოცანაა განათლების. კი, გეთახმები. ძალიან სწორი შეფასება იყო, ამით დამამახსოვრდა, ახლა ყველა დეტალი ხო არ მახსოვს ყველა სტუმრის, მაგრამ ეს მომეწონა ეს შეხედულება. ამიტომ ალბათ მშობლებისთვისაც და იმისთვისაც საინტერესოა, რომ საინტერესო კი არა, საჭიროა გასააზრებლად, რომ არ უნდა გვეგონოს, რომ სკოლაში მივუყვანთ ბავშვი, 5 საათი თუ 7 საათი დავტოვებთ იქ ისწავლის და ამით თავდება, არა ბავშვის სწავლა განათლება გრძელდება 24 საათი. ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორ ვექცევით, ზღაპრებს უყვებით თუ არა, როცა პატარებია, როცა წამოიზრდებიან რამე დეტალებს და საქმეს ვარჩევთ თუ არა მასთან ერთად, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვიცი, რომ აქტონის სკოლა ამ მიმართულებითაც მუშაობს მშობლებთან. სხვათა შორის მშობლებთან მუშაობს შალვა ამონაშვილის აკადემიაც. მე ვიყავი შალვა ამონაშვილის აკადემიაში და იქ სპეციალური სასტუმრო აქვს მოწყობილი, ჩადიან მშობლები, ბავშვები და მშობლებისთვის ცალკე ლექცია ტარდება და ბავშვებთან ცალკე მუშაობა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესო და ორგანიზებული. უბრალოდ ეგ არის, რომ ისინი ცდილობენ, რომ სკოლის პერიოდს არ მოაცდინონ, სკოლა ჩვეულებრივად რჩება და სკოლასთან შეთავსება, ანუ ზაფხულობით აკეთებენ ასეთ რაღაცას, რაც ალბათ ცოტა უკარგავს ეფექტს საბოლოო შედეგს. ну ის არაპოლიტიკური პროექტია და მაგიტო რა. ანუ ჩემი აზრით ძალიან სწორი და მათ შორის ღირებულებითი ნაწილი ძალიან სწორი აქვს. მეც იაგო იწერდა საქართველოს დაბადებაში შალვა ამონაშვილს და მქონდა საშუალება, რომ ისე არაფორმალურ გარემოშიც მომესმინა და
თვითონ გადაცემის ჩაწერასაც ვესწრებოდი. უბრალოდ ხო, ანუ რაღაცნაირად შეიძლება მაგალითად ახალგაზრდა როცა იყოს, სხვა ამბიციები ჰქონდა, თქვა დღეს სხვა ამბიცია. მე დღემდე მიკვირს როგორ მოახერხა 1970 წელს მაგან იმის გაკეთება, რაც მაშინ ხო, მესმის საოცარია რა. მით უმეტეს აი იმ სისტემის შიგნით, რომ ეს რაღაცა თუნდაც პატარა ცვლილება რომ მოხერხდა, ძალიან დიდი დამსახურებაა და დასაფასებელია. ანუ შენ რასაც მეკითხები აი მშობლების ჩართულობას რა, ეს აი წარმოიდგინე რასაც ტრადიციულ სკოლაზე ვლაპარაკობდით, ამ ტრადიციულმა სკოლამ შვილები წაართვა მშობლებს ოჯახებიდან გაიყვანა რა. და არა თუ გაიყვანა იმ 7 თუ 5 საათით, რომელსაც თითქოს რაღაცა ისეთი კედელი არსებობს სკოლასა და იმას შორის. ანუ სინამდვილეში ტრადიციული სკოლის უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ მშობლებიც კი გამოიყენა იმ ბოროტი საქმისთვის, რასაც თვითონ აკეთებდა რა. ანუ მაგალითად, აი როცა მშობელი უზის და რაღაცა ნიშნის გამო ბავშვს ეჭხუბება და იქ რაღაცას ლექსს აზეპირებინებს და რაღაც. ეს ხო ნიშნავს, რომ თავის იმაში ჩართო ასე ვთქვათ. სკოლამ მშობელი ფაქტობრივად აი პედაგოგად აქცია. იმ პედაგოგად აქცია თითქოს არ ყოფნიდა იმ ბავშვს 6 საათი იმ რაღაც საკონცენტრაციო ბანაკში ყოფნა, სახლშიც საკონცენტრაციო ბანაკი მოუწყეს რა. ხო და როდესაც მშობელს იგივე აქვს გავლილი, ფაქტობრივად იგივე რაღაც ფილოსოფიით თუ რაღაცით, ანუ როცა წარმოდგენა აქვს, რომ რავი, ნიშანია ყველაზე მნიშვნელოვანი და იმ ნიშანი უნდა მოხდეს მასწავლებლმა შეგაქვთ. ხო, ნიშანი, ატესტატი, დიპლომი, რომელიც საერთოდ არ ამძიმებს ამ ბავშვის მდგომარეობას. ხო და ამ მშობელი პრინციპში შესაძლებელია, იმიტომ რომ მას თვითონ არ ესმის რამდენად აფუჭებს თავის შვილს. ნუ ეხლა მასე ყველანი ცოდოები ვართ, როცა რაღაც არ ვიცით და შესტანებს უშვებთ და რაღაც, მაგრამ ანუ სინამდვილეში რაღაცა ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა არ ცოდვა არ არის. ანუ როდესაც შვილი ყავს, როდესაც რაღაცა მახელა პასუხისმგებლობა აიღე, ჩემი აზრით, ცოტა თავი უნდა შეიწუხო და ზოგადად გაერკვიო მშობლობა რა არის. ანუ თუ ამაში ვერ ერკვევი, ნუ პატივისცემას ნუ დიდად ნუ მომთხოვ რა. მან საქმე ის არის, რომ დღევანდელი სისტემა ხელს უწყობს, რომ ამაში მშობელი ვერ გაერკვიოს. არა, ეგეთი გაზრდილი იყო ეს მშობელიც. თვითონაც ეგრე არის გაზრდილი და დღევანდელი სისტემაც აი პრაქტიკულად თელეპოლიტიკური ელიტა თუ ბიუროკრატია თუ რაღაცა მუდმივად ისე წარმოაჩენენ, თითქოს თავარია სკოლაში სწავლა და არა აღზრდა. დიპლომის აღება და არა მერე საქმის გაკეთება. თითქოს დიპლომი რო აიღო იმან ან სკოლაში რო იმაში უნივერსიტეტში რო ისწავლა, რაღაცით მე ვალდებული ვარ, რომ ამის გამო დაუფასო რა. რატო უნდა დაუფასო რა, მე რა შუაში ვარ არ მესმის. და არასწავლიან იმას, რომ თავარი ის კი არ არის შენ რაფერის დიპლომს აიღებ, რა სპეციალობით. თავარი ის არის, რომ მე შენ ცოდნას გაყიდი თუ არა, ისე როგორც საჭიროა და მიყიდით იპოვით თუ არა ადამიანს, ვისაც უნდა მისიყიდვა. და ამის ეგ არის ხო, ანუ ეგ არის ზუსტად სოციალიზმის პრობლემა და პოლიტიკის პრობლემა დღეს, რომ ადამიანებს აი როდესაც იმას რა ქვია, მინიმალურ ხელფასს და ეგეთ რაღაცებს რო ხალხი ითხოვს. ანუ მათ სხვა წარმოდგენა აქვთ, ანუ მათ წარმოდგენა აქვთ, რომ არსებობს ვიღაცა ბრძენი დიდი კაცი, რომელმაც ყველაფერი მაგივრად უნდა გადაწყვიტოს, მათ შორის მას კი არ მოეთხოვება სხვა ადამიანთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობის ფარგლებში რაღაცაზე შეთანხმება ნებაყოფლობით. არა, ანუ ის თავს მიიჩნევს მსხვერპლად, რომელიც მიდის ვიღაცა უფრო ძლიერთან და მას ამ ძლიერთან ურთიერთობაში ჭირდება კიდევ უფრო ძლიერი, რომელიც მას როგორც მსხვერპლს დაიცავს. იმასე წარმოგვიანა. ანუ ამ წარმოდგენით მოძრაობს ეს ხალხი. იგი მაგალითად მას კი რაღაც რომელიც შეიძლება თანამედროვე ბავშვების თუ მომავალი თაობის კუმირი უნდა იყოს. მე მგონია რომ არ იყიდევაც ძალიან ბევრის, მაგრამ ალბათ რა ვიცი ეს კაცი უნდა იყოს დღეს რა, ანუ დღეს ადამიანის კაცობრიობის კუმირი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც კაცობრიობისთვის ყველაზე მეტს აკეთებს. და ეს კაცი იძახის რომ მე ვაფშე არ ვკითხულობ კოლეჯის დიპლომსო, არ მაინტერესებსო რა, საერთოდ არაფერ შუაში არ არისო დღესო და ნუ რა ვიცი, აი როგორ გითხრა, ცხოვრება ხო ამას ამტკიცებს. ანუ რეალური ცხოვრება, აი მართლა შენ თუ შეგიძლია ანალიზი გააკეთო, ამას ხო ამტკიცებს, აი რა ვიცი, ორ დიპლომიანი ტაქსისტები იქნებიან თუ აი გავრცელებული გამონათქვამი რაც არის, თუ რა ვიცი, ადამიანები რომლებმაც დაამთავრეს სხვადასხვანაირი სასწავლებლები და
საკუთარი თავი ვერ იპოვეს რეალურ ცხოვრებაში ამა თუ იმ პროფესიაში. ეს ხო, აი სტატისტიკა ხო ვიცით რა, მაგალითად ჩვენს უნივერსიტეტებში დამთავრებული სადღაც 3-დან 7%-მდე მუშაობს იმ პროფესიით, რომელიც მათ დაამთავრეს. ანუ ალბათ მასე იქნება არ მინახავს, მაგრამ არა, მე სადღაც ცოტა მოძველებული მაქვს, მაგრამ აი ჩემი თვალით რაც მაქვს წაკითხული რომელიღაც ანგარიში, თუ არ ვთქვი ეს იყო TSU-ზე და სახელმწიფო უნივერსიტეტებზე, რამდენი ადამიანი საქმდებოდა იმ სპეციალობით, რომელიც დაამთავრა რა. ხო და 3-დან 7%-მდე იყო ესეთი ციფრი. ესე იგი რას ნიშნავს, რომ აი 10-დან სულ მცირე 9 ადამიანი ტყუილად კარგავდა იმ დროს, რასაც ის ამ რაღაცა საქმეში დევდა. ხო და მე რა ვიცი, მე მგონია რომ აი ზუსტად ისევ ჩვენ სკოლასთან რომ პარალელი გავავლოთ რა. პარალელი აი თქვა როგორია, რომ ამხელა განსხვავება წარმოვიდგინე, რომ ჩვენ ვეძებთ ჩვენს მოსწავლეში საუკეთესოს. არა იმას, რომ მოდი დავსაჯოთ ამ რაღაც ცუდად რაღაცა გააკეთო. არამედ აი რამეში რომ იყოს ის კარგი. ანუ ჩვენ ვეძებთ რაში აქვს მოცემულ ადამიანს შედარებითი უპირატესობა. უპირატესობა რომ ეს ვიზეიმოთ, იმიტომ რომ აი რაღაცაში რომ დაგჭირდეს. ანუ ვიცოდეთ რომ ვის უნდა მივაკითხოთ. ანუ ვინ იცის ჩვენ შორის ყველაზე კარგად მათემატიკა? ნოდარმა იცის ყველაზე კარგად მათემატიკა. დაგჭირდება მათემატიკა მივაკითხოთ ნოდარს. ვინ იცის ჩვენ შორის ყველაზე კარგად არ ვიცი, წერა-კითხვა, ლიტერატურა, ვინ იცის? რა ვიცი, იცის სიმონმა. აი სიმონს მივაკითხავთ, როდესაც რაღაცა კითხვა გაგვიჩნდება, ან პროექტი გვექნება ისეთი, რომელშიც ამის გამოყენება გვჭირდება. ანუ ვიცოდეთ და ვიზეიმოთ ეს და ერთმანეთს დავეხმაროთ იმაში, რაშიც მაგალითად რაღაცები არ გამოგვდის, ხო? ამასაც ხო წარმოიდგინე შენ რომ რაღაცა იცი და შენს თანატოს რომ რაღაცას გადასცემ. ეს ხო რას ნიშნავს, რომ შენ ბევრად უკეთესად და უფრო სერიოზულად უნდა გაიაზრო თუნდაც ის, რაც მანამდეც კარგად გამოგდიოდა. ანუ შენი ცოდნა ხო ამით და შენი თვითშეფასება ხო იზრდება. ცოდნა მყარდება, თვითშეფასება იზრდება, კრედიტი მიიღე, იმიტომ რომ ვიღაცას დაეხმარე და ვიღაცა მადლიერია შენი. ანუ მადლიერების გამოხატვა სად უნდა მოხდეს? იმას ქონდა ესეთი, ანუ ეს ფიქრობდი რა, რომ აი მაგალითად ტრადიციულ სკოლაში ვიღაცა მიიღო მაგალითად 3-იანი. რაღაც 4-იანი, ცუდი ნიშანი მიიღო და ვიღაცა მიიღო კლასელმა მიიღო 10-იანი. აი ამ ბავშვმა რომელმაც 4-იანი მიიღო, ან 3-იანი, აი რა პონჩი უნდა იზეიმოს 10-იანი რომ მიიღო თავის კლასელი იმის ნიშანი. აი ხო წარმოუდგენელია რომ რაღაცა აი კლასი ზეიმობდეს, აი კლასმა სიტყვაზე ცუდად დაწერა საკონტროლოს ამუშაო, მაგრამ ერთმა დაწერა 10-იანზე და მთელი კლასი ბედნიერია რა მაგარია რომ ამან 10-იანი მიიღო. აი ეს ხო არ წარმოგიდგენია. გუნდში ყავს ერთი მაგარი დაახლოებით ეგ, მაგრამ გუნდის შეგრძნება უნდა კონდეს. არა, ხო და მაგას გონი როგორ უნდა გამოიმუშაო აქ ეს გუნდის შეგრძნება. ხო, ანუ არ გადაიწერო, ანუ ერთმანეთს არ დაეხმაროთო. ანუ ეს წარმოიდგინე რა პრინციპები უდევს საფუძვლად, აი რაღაც ბისმარკს რო ვიძახით, გეკონება რაღაცა ისტორიული ამბავი. არა, კი ბისმარკი არა, ქუჩაზე ზემოთ ხდება, აგერ სკოლაა და იქ ხდება და ნებისმიერ სკოლაში ეს ხდება. აი მაგაში ამ იდეის ბოროტება, გავრცელების ბოროტება, რომ ეს იდეა ვრცელდება რა. და არც არავინ არ იცის წყარო, ისტორია, არავის არ აინტერესებს. ხო არ არის შემთხვევით ეგ იდეა რომ გავრცელდა, ეგ იდეა გავრცელდა ზუსტად იმიტომ რომ სახელმწიფოებს აწყობთ მასეთი სკოლა. რა თქმა უნდა, კაცო მორჩილი მოქალაქეები, რომელიც არ ფიქრობენ, არ ლაპარაკობენ და ერთმანეთი ეჯავრებათ. ანუ ამოცანა ტრადიციული სკოლის არის ისეთი ადამიანების აღზრდა, რომლებმაც არ მაგალითად ეხლა ხო რაღაც რეფორმა მიდის და იქ რაღაც უნდა აღზრდოთო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანიო. ნეტა რა არის ეს სახელმწიფოებრივად? მე მაგალითად მაინტერესებს. ანუ მე მგონია რომ აი მე რასაც ფიქრობ, ის არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც აი იმ პრინციპებით ცხოვრობს, აი წერა მე და შენ რადგან ვლაპარაკობდით, რომ უყვარს, მოყვასი, უნდა რომ დაეხმაროს, შეცდომა არ დააშვებინოს, მზად არის რომ დიალოგში შევიდეს, ანუ რაღაცა ელაპარაკოს, რომ დააზღვიოს რამე უბედურებისგან. ეს მგონია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი რა. ხო და აი იმ სისტემაში თავისი ფორმატიდან გამომდინარე ეს ხო შეუძლებელია. აი რანაირად უნდა გააკეთო რა. ხო და იცი სინამდვილეში მაინც ხდება ეგეთი რაღაცები, ბავშვები ეხმარებიან ერთმანეთს. გადაწყვეტენ რომ ერთად ვაწერინებენ. ანუ იმათი ინსტინქტი ჯანმრთელია. რეალურად არალეგალურია. ზუსტად, ანუ გადმოსახედი. სწორი ქცევა არალეგალურია. სწორი ქცევა დაჟადია. ანუ მაგას ვიზახი რაღაცა სწორი ქცევები არსებობს, რომელიც აი ინსტინქტურად ადამიანს მოყვება. ანუ ბავშვებიც ხო არიან, ამაზე ხო რეაგირებენ. აი მაგალითად როგორ რეაგირებენ რა? ვიღაცა ბავშვისთვის აი ფეხებზე კიდია სკოლაში რა ხდება? ან მის საგანმანათლებლო იმაში რა ხდება და ეს არის ერთ-ერთი ჯანსაღი რეაქცია, რომელსაც რაღაცნაირად
ან მაგალითად ვიღაც არის რომელიც რაღაც აპროტესტებს, რაღაც პროტესტი უჩდება, ჩხუბობს, ნერვოზი აქვს, ისა აქვს, ესა. ესეც ხო ჯანმრთელი რეაქცია ადამიანის არანორმალურ პირობებში თუ ჩააყენებ. ხოსია? თვალებში რო არ გიყურებს, რო ეშინია ადამიანს. ესეც ხო ზუსტად იმის რეაქციაა, რომ რაღაცა თავი დაიცვას. ტყუილებს რო იძახის. ხო იგივე რეაქცია რო გამოძრეს და ტყუილი რო ნორმაა. და რო ვერ ხვდება, რომ როგორ ვერ ხვდება, კაცო, უბრალოდ არა, განა ვერ ხვდება, რომ ტყუილია. სასჯელი საცილებისთვის არის საჭირო რა. არა, მე რას გულისხმობ. რომელიც უსამართლო სასჯელი. მე სხვა რამე ვიგულისხმობ, ვერ მივხვდი ახლა. ტყუილი ნორმაა და ვერ ხვდება, რომ ეს არაწესიერი საქციელია, სხვა რბილად რო ვთქვათ რა, მაგას ვერ ხვდები. აი მაგალითად მე არ დაგეთახმები. მე არ გულისხმობ მასწავლებელთან რომ ამბობს ტყუილი. არა, ჩვეულებრივ მეგობართან ურთიერთობაში. არა, კაცო, თუ მიეჩვიე, ანუ თუ მაგალითად 6 საათი ეჩვევი, რომ ტყუილი უნდა ილაპარაკო და ეს მოსულა. ანუ უნდა რაღაცა გამოძრე, იქ რაღაცა, აი მაგალითად, აი გეტყვი რა. ხო და მაგიტომ ვერ ხვდებიან ზუსტად რომ არ არის სწორი ქცევა. არა, იმიტომ რომ არ ირჩევა. ანუ რაღაცა რომ გაიგო რომ რაღაცა სწორედ არ ხო და ერთ აზრზე ვარ ცინამდვილეში კაცო. ხო და არა, მეც მაგას ვიზახი რომ ამაზე მეთქი ბავშვებს აქვს ბუნებრივი ჯანსაღი რეაქცია. აი მაგალითად, ტყუილი ხო ცუდია. კორუფცია ხო ცუდია. მაგრამ კორუფცია ტოტალიტარულ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ხო ემსახურება? კი. აი ზუსტად ესევე არის სკოლაში, სადაც ტყუილი ემსახურება ბავშვების ფიზიკურ გადარჩენას. და ვერ დაძრახავ. ანუ ტყუილი არადაზრახის აქციელი გაიჩნდა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში. სკოლაში. ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ გამართლება აქვს, მაგრამ მე იმის გამო რომ არ ირჩევა ტყუილის ბუნება და რა შემთხვევაში. არა, იმ სისტემაში ღომერთმა დაიფაროს გაირჩეს. მაშინ დაიჯებიან. სხვა სისტემა, ანუ სხვა ურთიერთობაშიც რო გადმოდის, ეს უკვე აღსულაც არ არის კარგი თქო მაგას. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ორი სისტემაა რა, ერთი სადაც ტყუილი თავდაცვის საშუალებაა და მეორე არის ჩვეულებრივი ეზო მაგალითად, რაღაცა მეგობრები, რაღაცა ნათესავები, რომლებთანაც ეს ტყუილი ანუ კოგნიტურ დისონანსს უქმნით ბავშვებს. ანუ სინამდვილეში ბავშვი იმის გამო რომ ამ სისტემასთან მივიყვანეთ, რეალურად არის უკვე ჩაგდებული კოგნიტურ დისონანსში, იმიტომ რომ აღარ იცის რომელი ღირებულებაა სწორი. ანუ ის ღირებულებაა, რომელიც რაღაცა სიმართლე უნდა თქვა, რაღაცა არ უნდა მოიტყუო, კეთილგანწყობილი უნდა იყო, რაღაცა აი ეს ღირებულებებია მისთვის უფრო რაღაც პრიორიტეტული თუ მაგალითად თავდაცვა იმისგან რომ მასწავლებელმა ორიანი არ დაუწეროს იმაში, რომელზეც დედა ეჭხუბება. თან მაგას ხელს უწყობს ზუსტად იგივე სკოლაში შექმნილი სისტემა, ერთი მხრივ ეუბნებიან რომ შენ სიმართლე უნდა ელაპარაკო და მართალი უნდა იყო და რაღაცა და მეორე მხრივ აიძულებენ რომ მოიტყუოს. და ეგ სერიოზული პრობლემაა. სამწუხაროდ ისე გავიდა დრო, ლამის 1 საათია უკვე ლაპარაკობთ. ჩვენ ეს გადაცემა არ გვეყოფა მე კიდევ უნდა ჩავწეროთ. ჩვენ შეუძლია რომ ნებისმიერ თემაზე გავაგრძელოთ გადლებას რაც ეხება უსასრულოდ. მე მინდა რომ რაღაცა თვალსაზრისით აი სხვა ისეთი ადამიანები იყვნენ ამ დიალოგის მონაწილეები, რომლებსაც ჩამოყალიბებული განსხვავებული პოზიცია აქვთ. მე დღეს მინდოდა მომეწვია კომპიუტერული ცენტრი მზიური თუ იცი, ამირან მეტრეველია იქ მთელი მეგობარი ამ ცენტრის სახელით მინდოდა მოსულიყო. სამწუხაროდ ახლა ამერიკაში მიდის და ვერაფერ ჩავსვი დროში რომ მომეყვანა, მაგრამ რო დაბრუნდება იქიდან მერე გავაკეთოთ ერთობლივად კიდევ. ანუ ის განსხვავებულ აზრზეა? განსხვავებულ აზრზე არ არის, ის ცოტა სხვა ის მსგავსი პოზიცია აქვს, თუმცა აქტონის სკოლას არის დაინტერესდა რომ ვთხარი სხვათა შორის და მეთქი ექსკურსიაზე წაგეყვანა აქტონის სკოლაში მეთქი. მაგრამ საინტერესო ის არის, მაგ სხვა გამოცდილება აქვს. ეს მზიური არსებობს უკვე 30 წელია დაახლოებით და თავის გამოცდილებასაც მოყვება და რაღაცებს შეიძლება რაღაცებს მოიყვანოს სტუმრად და აი ვაჩვენებთ მაგალითად ჩვენ როგორ ვცდილობთ ბავშვების ზოგადად აი ალგორითმის შეცვლას რა არის სწორი, რა არის არასწორი, როგორ არის რაღაცა ნორმალური ცხოვრება, როგორ არა შეიძლება ცხოვრება. ასე შემდეგ აი მე მგონი პირველი გამოცდილება ყოველთვის საქართველოში და მე ძალიან ვამაყობ ამით. კი, მეც ხომ აქ პატარა წვლილი. რა თქმა უნდა, ჩვენ დამფუძნებლები ვართ ამ სკოლის. ხო, კიდე ვფიქრობ რომ ლალიანთაძეც მინდა ადრე თუ გიან პატიჟ ანთიძეა თუ ანთაძე სულ მეშლება მაგ.
ძალიან საყვარელი ქალბატონია, საკვირაო სკოლა აქვს ბათუმში და იმ სკოლაშიც დაახლოებით ჩვენ გვილაპარაკია ლალისთან ძალიან თითქმის თანამოაზრეები ვართ, შეიძლება პატარა განსხვავებები ვქონდეს. ხო, პატარა განსხვავებები შეიძლება იყოს, ასევე შეიძლება იყოს ამირანთანაც პატარა განსხვავებები, თუმცა ვინც ასე აზროვნებს და ვინც ხედავს იმ პრობლემას, რაც ამ პრუსიულ სისტემას აქვს და ცდილობს რაღაცნაირად გვერდია უაროს, შალვა ამონაშვილის დაწყებული და მე დანარჩენებით, საინტერესო არის ყველას მოსმენა და მინდა რომ ასე თუ ისე რაღაცნაირად კოორდინაცია გავაკეთოთ პერიოდულად განათლებაზე ჩავწეროთ გადაცემები, პატივცემული მაყურებლებო, ახლა თუ ვახო რამე საბოლოო სიტყვას გვეტყვის დღევანდელი დღისთვის, მაგრამ შემდეგისთვის კვლავ დიდი მადლობას მოგიხსით, თუმეტეს იმ თემით დაინტერესებისთვის და თუ მაგალითად დააორგანიზებთ საინტერესო ადამიანების დისკუსიას, მხოლოდ მადლობის მეტი არაფერი არ მეტყვის. აუცილებლად შევეცდები. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.